Sankcijas გამოიყენებს ფორმულას წინააღმდეგ ევროპის ქვეყნების მიერ სანქცირებული კახაბექაური კომუნიკაციების კომისია ირაკლი კობახიძის საჩივარზე ხუთშაბათს იმსჯელებს. ოცნების პრემიერი ფორმულას დასჯას ითხოვს ეგრეთ წოდებულ მთავრობასთან, ოლიგარქ ივანიშვილთან და მის ბიზნეს პარტნიორებთან, ასევე სასამართლო კლანთან, პროპაგანდისტულ მედიებთან, ღიად პუტინის პოლიტიკოსებთან და ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებთან დაკავშირებული ფრაზების გამო. კახაბექაურმა, რომელიც ოლიგარქის მეცხრე არხს ხელმძღვანელობდა, სანქციის სახით ფორმულას შეიძლება მისცეს გაფრთხილება და ავალოს შინაარსის გასწორება ან მოსთხოვოს აღარ გამოიყენონ ეს ტერმინები და აჯარიმოს, შეუჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლობის ავტორიზაცია. ოცნების პრემიერმა საჩივარი შეიტანა TV პირველისა და მთავარი არხის წინააღმდეგაც. მედიის წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღაზე სალომე ლაბაძემ მოისმინა შეფასებები, რომელიც ფორმულას უერთდება პირდაპირ ეთერში. იმისთვის რომ ქართულმა ოცნებამ მოახერხოს და მისი გავლენისგან თავისუფალი მედია საშუალებები გაანადგუროს, შესაძლოა დასჭირდეს მხოლოდ რამდენიმე კვირა. ამისთვის მუშაობას უკვე შეუდგა ირაკლი კობახიძე, რადგან სწორედ კობახიძის მინდობილობით აღჭურვილი პირი საჩივარი იყო პირველი, რომელიც კრიტიკული ტელეარხების წინააღმდეგ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, ანუ სანქცირებული კახაბექაურის უწყებაში შევიდა. ის რომ ამ საჩივრის უკან დგას ირაკლი კობახიძე პირადად, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ბედის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რომლებმაც დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განმარტეს, რომ ის რომ კობახიძე დგას ამ საჩივრის უკან მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა ქართული ოცნებისთვის მის მიმართ კრიტიკული ტელეარხების გაჩუმება და ამით საზოგადოებისთვის თავისუფალი გამოხატვის პრაქტიკულად ბოლო შესაძლებლობის წართმევა. მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ამ გზით ქართული ოცნება შეეცდება, რომ მიაღწიოს იმ მიზანს, რომელსაც ვერ მიაღწია ჟურნალისტების ცემით, მათზე ძალადობით, ფიზიკური განადგურებისა თუ ჯანმრთელობის მოსპობის მუქარით მათ წინააღმდეგ. ასევე ყურადღებას იქცევს ორგანიზაციების შეფასებით ის საჩივარიც, რომელიც ამ საჩივრის შინაარსიც, რომელიც ირაკლი კობახიძის მინდობილობით აღჭურვილ პირს ეკუთვნის, რადგან როგორც ამ საჩივრით ვადგენთ ოცნების პრემიერისთვის განსაკუთრებით პრობლემური არის ყველა იმ სიტყვისა და ფრაზის გამოყენება, რომელიც მიუთითებს ოცნების მთავრობის არალეგიტიმურობაზე. ირაკლი კობახიძემ არ დაიზარა და ამ საჩივარში ჩამოწერა მისთვის გამაღიზიანებელი, მისთვის მიუღებელი ყველა სიტყვა და ფრაზა, რომელიც კი მოусმენია მას კრიტიკული ტელეარხების ჟურნალისტების გამოყენებით. ყოველდღურად ქართული საზოგადოება ხედავს მედია საპრობლემო აქვს. ეს ფიზიკური თავდასხმები იქნება, უკანონო ჯარიმები, კანონმდებლობის გაუარესება და ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიულ გზაზე დაბრუნდეს ქვეყანა და მედიას მიეცეს შესაძლებლობა თავისუფლად და მშვიდად განახორციელოს თავის საქმიანობა, პირიქით ამ ხალხის ხმის ჩახშობას ცდილობს ქართული ოცნება და უშუალოდ თავის ხელმოწერით უჩივის დამოუკიდებელ მედიებს. ეს არა მხოლოდ თქვენი უშუალოდ ჟურნალისტების მედიის ორგანიზაციების წინააღმდეგ არის გადადგმული ნაბიჯი, არამედ საბოლოოდ ემსახურება, რომ საზოგადოებამ დაკარგოს შესაძლებლობა მიიღოს სანდო ინფორმაცია და იყოს მხოლოდ პროპაგანდის სამარა. ეს შეთქმულება ღია ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, პირველი ეს უკვე მივიდა ჯერჯერობით განცხადება, ხო, ის რომ განიხილონ ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ მთელი ძალებით გააგრძელებენ ისინი ამ მიმართულებით მუშაობას და თავდასხმას თავისუფალ დამოუკიდებელ მედიაზე, იმისათვის, რომ არ ვიცი, ცოტა ხანში უკვე მომავალი არჩევნებისთვის გეგმავენ ამას, ანუ შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნებისთვის თუ კონკრეტულად რისთვის, მაგრამ მათ საერთოდ ამ ქვეყანაში აღარ არსებობდეს განსხვავებული აზრი, აღარ არსებობდეს მედია, რომელიც კრიტიკულ კითხვებს დასვავს და აღარ არსებობდნენ ასეთ ჟურნალისტები. ასე რომ ეს არის უკვე საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ისინი შეუდგნენ საქმეს და ამას ექნება გაგრძელება აუცილებლად. წარმოუდგენელია რა სიგრძე შეიძლება იყოს ეს სია და რა იქნება შემდგომი ნაბიჯი. შემდგომ უკვე გაგვიკონტროლებენ ალბათ სხეულის ენას, სახის გამომეტყველებას. ეს არის ჩვეულებრივი ცენზურის დაკანონების მცდელობა, რაც არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი და ჩვენ ყველანაირად ამ მცდელობას უნდა შევეწინააღმდეგოთ.
ქართულ ოცნებაში კი თან ამობენ, რომ მედია საშუალებები, რომელთაც განადგურებით ემუქრება მაუწყებლობის კანონში შეტანილი ეცვლებები, რომელთა გამოყენებაც უკვე დაიწყო ქართულმა ოცნებამ, არის საზოგადოებრივ აზრზე ნულოვანი გავლენის მქონე, თან კი მთელ ძალისხმევას მიმართავენ სწორედ ამ მედია საშუალებების გაუქმებისკენ. ამისთვის, როგორც უკვე გითხარით, ქართულმა ოცნებამ მაუწყებლობის კანონში შეიტანა შესაბამისი ცვლილებები და ახლა უკვე შეუდგა ამ ცვლილებების გამოყენებას და ასევე მედია საშუალებებს ემუქრება ქართული ოცნების მიერ ამოქმედებული რუსული კანონის ყველაზე მკაცრი ვერსია, რომელსაც ოცნება ამერიკული ფარას სახელით აცნობს საზოგადოებას და რომელიც ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ფიზიკურ პირებთან ერთად მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს სწორედ იმ მედიას, რომელიც ოცნების გავლენისგან არის თავისუფალი და კრიტიკულია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ყველას ვინც თვლის რომ ამ კანონის ჭრილში მედია კუთხით იქნა კონკრეტული დარღვევა ჩადენილი, ბუნებრივია შესაბამისი საჩივრით აქვს უფლება მიმართოს სათანადო უწყებას და რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტყვებს, ეს ყველაფერი გამომჭირვის და გამომდინარეობს ამ ქვეყნის მგრევის სურვილიდან, რომელიც გააჩნიათ კონკრეტულ მედია საშუალებებსა და ეს მედია საშუალებები ხო რეალურად არ არის, ეს არის პროპაგანდისტული პარტიული და რუპორები, რომლებიც აჟღერებენ არა ქართული ხალხის და არა ჩვენი საზოგადოების სურვილებს, აზრებს და ასე შემდეგ, არამედ მიმართული არიან ექსტრემიზმის სახალისების და პროპაგანდისთვის ჩვენს ქვეყანაში. როგორც მოისმინეთ, ქართული ოცნება განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს ჟურნალისტების მიერ ისეთი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებას, რომლებიც ოცნების მთავრობის არალეგიტიმურობაზე მიანიშნებს, თუმცა როგორც მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები განმარტავენ, ეს მხოლოდ პირველი პრეტენზიაა და გამორიცხული არ არის, რომ ქართულმა ოცნებამ ჟურნალისტების მეტყველებაში მოინდომოს ბევრი სხვა მიმართულების გაკონტროლებაც, ამისთვის გათვალისწინებულია გაფრთხილება კომუნიკაციების კომისიის მიერ, თუმცა ეს რეაგირების მხოლოდ პირველი ზომა, გაფრთხილებას მოყვება ფინანსური სანქციების გადაუხდელობის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია მედია საშუალებებისთვის ავტორიზაციის შეჩერებას, რასაც როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, შესაძლოა დასჭირდეს მხოლოდ რამდენიმე კვირა.